აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭერაძე ქუთაისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატ დავით ერემეიშვილთან ერთად შევარდნაძის ქუჩაზე მცხოვრებ დენილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება კომპაქტურ დასახლებაში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. დროებით დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით აფხაზეთის მთავრობა შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ დასახლებაში გამართავს. პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ დღეს ქუთაისში ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც განვიხილეთ საჭიროებები, პრობლემები, გამოწვევები და აფხაზეთის მთავრობა უახლოეს პერიოდში გამართავს შეხვედრა, სადაც საქართველოს სრული მასშტაბით კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. არსებული პრობლემები ჩვენთვის ნათელი არის და ქალაქის ხელმძღვანელობა ყოველთვის აკეთებს იმას, რომ დროულად იქნას რეაგირება თითოეულ პრობლემაზე. ბატონი გიორგის დაპირდა მოსახლეობას, რომ მათი ჩართულებაც იქნება აქტიური და შეძლებს დაგვარად უმოკლეს პერიოდში ის ყველა პრობლემა, რაც არის დღემდე ჩვენამდე მოტანილი, ყველა აღმოფხვრილი იქნება. რაც უფრო მეტ ყურადღება იქნება, მით უკეთესი არის. ის საჭირო პრობლემებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვისაუბრეთ, 100% დახმარება გვითხრეს, რომ გაგიწერთ და ჩვენც მაგას ვალოდებით, რომ შესაბამისად მოგვარდება ის პრობლემები, რაც არის.